სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღევანდელ სახარებაში რაც წავიკითხეთ, ხელ მეორედ მინდა რომ ნელ-ნელა ამოვიკითხოთ და თან უფრო ყურადღება მივაქციოთ. უფალი ბრძანებს, მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელი ზეცით გარდა მოვხედ. უკვე თუ ვინმე სჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისან. აქ მე ვარო პურიო, რომელიც ზეცით გარდა მოვხედ, აქ იგულისხმება, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და რომელიც ჭამსო ამ პურისგან, ის არ მოკვდებაო, არამედ იცოცხლებს უკუნისან. და პური რომელი მე მივსწე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსწე ცხოვრებისათვის სოფლის. და პური რომელსაც მე მივსწე, ეს ჩემი ხორცია, რომელსაც ამ სოფლის საცხოვნებლად ვაძლევ. ქრისტეს ხორცი. აქ იგულისხმება ზიარება, ესე იგი და ამბობს, რომ რომელიც ჭამდესო პურსო, მას ცხოვრება აქვს თავთა შორის თვისთან. თავის თავში ის ცხოვრებას ატარებს, რომელიც იღებს ამ ზიარებას. და რომელიც არ იღებს, ის მოკლებულია ამას. სხვაგან ამბობს უფალი, რომ ჩემი მორწმუნეო, რომც მოკვდესო, იცოცხლებს. აი ლაზარესთან დაკავშირებით რომც მოკვდეს ჩემი მორწმუნე, იცოცხლებს. ეგ მერე დაათვალია, მაგის დრო არ არის. მაგრამ მეორე მხრივ ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ თავარი ის კი არ არის, რომ ეზიაროს ადამიანი, აი რაღაცა მიზანი ჰქონდეს. თავარი არის, რომ ადამიანი ღმერთთან იყოს. რომელიც ჭამდეს ამ პურსო, მე მასთან ვარო და ის ჩემთან არის. თავარია ის არის, რომ ადამიანი ღმერთთან იყოს. მთელი სულით, მთელი გულით, მთელი შეგნებით, მთელი ძალით. და ზიარება არის ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება. მაგრამ ამ ზიარებამდე ადამიანი სანამ მივა, ესე იგი, აი მოციქული პავლე როგორ ამბობს, ეს არის კორინთელთა მიმართ მე-11 თავი, კარგი იქნება, რომ ადამიანმა, აი როდესაც წმინდა წერილს კითხულობს, ეს კიდევ უფრო მეტად გულდასმით წაიკითხოს, რომ ნახეთ რას ამბობს. რომელიცო უღირსად ეზიარებოდესო, ის მოვალეო ქრისტეს სისხლისა და ხორცის წინაშე. მოვალეო, აი როგორც ვიღაცამ რომ ქრისტე ჯვარს აცა, აი ესე ვინც არ გამოიკითხავსო თავის თავსო, არ გამოიკვლევს თავის ცოდვას, არ შეინანებს თავის ცოდვას და ისე მოდის და ესე მომზადებლად ეზიარება, ეს მოვალეო ქრისტეს ხორცის და სისხლის წინაშე. ამიტომაც აი ერთი მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ეს მაცხოვნებელია და მეორე მხრივ ამბობს მოციქული პავლე რომ იმისთვის რომ უღირსად ეზიარებითო მრავალი დასნეულდაო და მრავალი მოკვდა კიდეც. დედანში ასე წერია. მრავალი კვდება კიდეც ამის გამო. უღირსად როდესაც მიდიხარ, უღირსად ზიარებაში კიდე რა შეიძლება იგულისხმებოდეს. აი როგორც იუდას გქონდა გადაწყვეტილი რომ უფალს გასცემდა და შეთანხმებული იყოს ამისო. მაგრამ იუდა მაინც მიიღო ეს ზიარება და წერია რომ მასში ეშმაკი შევიდა. ჩვენ როდის ვემსგავსებით იუდას, როდესაც ადამიანს გადაწყვეტილი აქვს რაღაცა ცოდვა ჩაიდინოს და ეხლა მოვიდა შეინანა, მაგრამ რომ ეზიარება, რომ გავადრო, ისე ვფიქრობს, რომ იმ ცოდვას მიუბრუნდეს. წინასწარ, როდესაც რაღაცა ცოდვა გაქვს მოფიქრებული, ეგ უკვე ღალატია. ნებისმიერ ცოდვაში შეიძლება ადამიანი ჩავარდეს, იგი უცაბედად რაღაცა მოხდეს, არც ერთი ცოდვისგან არავინ არ არის დაზღვეული. მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ეს ადამიანს წინასწარ აქვს მოფიქრებული. თუ ადამიანს არ უნდა ცოდვაში რომ ჩავარდეს, დაუშვათ, არ უნდა რომ ვინმეს ეჩხუბოს, ვინმეს
რაღაც დაუშავოს, დააზიანოს. მაგრამ მოხდა ისე, რომ რაღაც აფექტურ მდგომარეობაში მართლა შეიძლება ვიღაცას რაღაც დაუზიანოს. ეს დიდი ცოდვაა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ არის ქრისტეს ღალატი, მაშინ, როდესაც შენ ამას არ აპირებდი. მაგრამ შემთხვევა და ყველაფერი ხდება, იქ არავინ არაფრისგან არ არის დაზგაული. მაგრამ სხვა არის, როდესაც შენ წინასწარ დაგეგმილი გაქვს, რომ ეს გააკეთო. ეს უკვე ღალატი. უკვე ის არის, რაც იუდამ გააკეთა. ასეთ შემთხვევაში ზიარება არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება ზიარება, ესე იგი, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცას გული ვატკინეთ და მისთვის შენდობა არ გვითხოვია. თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ აუშვათ აი ხელი მიგიწდება, რომ არ შეეხმიანო ან ათასგვარი საშუალებები არსებობს, მაშინ იქ შენდობა უნდა ითხოვ. თუ ახლა ისეა, რომ ვერ პოულობ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ინდისი თუ განხილებს იმაში, რომ შეგეძლო გეპოვა და შენდობა გეთხოვა და არ გააკეთე, ესე ჯობია არ ეზიარო, იმიტომ რომ ხალი ამბობს, შესაწირი რომ მიქონდეს საკურთხეველზე და გზაში გაგახსენდეს, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, ჯობია დატოვო ეს შესაწირი, ჯერ მიხვიდე შენი ძმა შემოირიგო, იმიტომ რომ აი სიყვარულია ყოველგვარ შესაწირზე ყველაზე აღმატებული, იმას დიდი არაფერი არ არის. ახლა შენ გინდა რომ სვერპლი შეწირო, მაგრამ თავარს უგულებელყოფ, სიყვარულს უგულებელყოფ. ჯობია ჯერ ეს გადადო, ჯერ თავარში იყოს გამართული ყველაფერი და მერე მოდი და მერე შემოწე. იმიტომაც არის ხოლმე, რომ აი როდესაც იწყება დიდი მარხვა, იქ წინა კვირა, წინა დღე განსაკუთრებით შენდობის დღეთ იწოდება, შენდობის კვირად იწოდება. მაგრამ ეს წელიწადში ერთხელ ხდება, ასე როგორც ესეთი დადგენილი, მაგრამ მონასტრებში ეს ყოველ საღამოთ ხდება. შენდობის წესი ყოველ საღამოს აღესრულება. და არა მარტო მონასტრში, ესე იგი, ძალიან კარგია, რომ ეს ოჯახის წევრებს შორისაც იყოს, საერო ცხოვრებაში. ანუ დღის ბოლოს ახლა ზოგჯერ ხო არის ისე, რომ შენ შეიძლება ისე აწყენინე ადამიანს რაღაც, რომ ვერც კი მიხვდი, რომ ეწყი. ახლა რასაც მიხვდი, იქ მაშინვე შენდობა უნდა ითხოვ, მაგრამ ხო არის, რომ შენ შეიძლება ვერც გააცნობიერე, არც იმან არ გითხრა, ყველა ერთიანად ხო არ გამოხატავს იმ წენას და ერთნაირად. ამიტომ დღის ბოლოს ძალიან კარგი იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს შენდობას თხოვ. δεν მინდა თუ დღის განმავლობაში რამე გაწყენ. აი მონასტერში ზუსტად ეს ხდება. ერთმანეთს შენდობას თხოვენ და ეს მათ სულებზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან კარგად სულ სხვა რამე. იმიტომ რომ ერთადერთი, ვისაც არ შეუძლია რომ შენდობა ითხოვოს, ეს არის დაცემული ძალა, ეშმაკ. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შენდობას ვითხოვ, ისიც შენდობას ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ის დაცემული ძალა ვეღარაფრით აღარ იქნება. და ჩვენ შორის ქრისტე იქნება. აი, როდესაც მონასტრის დაუშვათ კარებზე აკაკუნებ თუ დაუშვათ, იქ კი არ უნდა დააკაკუნო, არაფერი სხვა სიტყვები არ არის საჭირო. ერთ-ერთი როგორც სამონასტრო წესით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ უნდა თქვა უფალო შემიწყალე. ანუ აი იმის მაგიროთ, როგორც საერო ცხოვრებაშია, რომ დააკაკუნო თუ დააზარო თუ ათასგვარი რაღაც, უნდა თქვა უფალო შემიწყალე. და იქ კარების გაღება იქნება ის, რომ შეგნიდან გამოგძახებს. ამინ. შენთვის ესე იგი კარები ღია. რატო ახლა ეს აი ამის შინაარსიც მოდი დავაკვირდეთ. კარებზე ნებისმიერი ვინმე შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ერთადერთი, ვისაც არ შეუძლია თქვას უფალო შემიწყალე, ეს არის ეშმაკი. ანუ როდესაც შენ ამ სიტყვებს ამბობ, ანუ ის შიგნით ვინც არის დაცულია, რომ შენ სასიკეთოდ მიხვედი და არა სამწუხაროდ. ანუ იქ მაცდური კი არ მივიდა, არამედ მივიდა თავისი მოყვასი. უფალო შემიწყალე. იმიტომაც ვამბობ ახლა, რომ ეს სიტყვა ძალიან გაიშვიათდა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველანი მართლები ვართ. მაგრამ უფალი ამბობს, რომ მე მართალთათვის კი არ მოვედიო, არამედ ცოდვილთათვის, რათა შეინანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს შენდობას თხოვს,
მათ შორის ურთიერთობა ძალიან ტკბილი და გემრიელი. მაგრამ სადაც ეს არ ხდება, მაშინ როგორც პატრიარქი ეფრემი ბრძანებდა, ორიდანო თუ ერთი მაინც ჭკვიანია, იქ ჭკუები არ მოხდება. ორიდან ერთმაც რო ითხოვოს შენდობა, არც იქ არ მოხდება. იქაც შერიგებისკენ წავასწავლო. მაგრამ ორიდან თუ არც ერთი არ ითხოვს, იქ უკვე ეშმაკი დგას მათ შორის. უდავოდ, იმიტომ რომ ანაირად არ გამოვა. მერთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა, მერთმა ნათელში დააწესოს ჩვენი მიცვალებულები და ლოცვის ძალა მოგცეს, რომ თანაპირში სული გვიდგას, არ დაგვევიწყებინოს ისინი და ჩვენ რომ გარდავიცვლებით, მერთმა ინებოს, რომ აქ ჩვენი მომხსენებელი, მორწმუნე, მომგონებელი დარჩენილი იყოს, რომ ჩვენი სულის საოხად ვიღაცას ელოცოს, ესე იგი არ დაზარებოდეს, არც საფლავზე მისვლა, არც საფლავზე ჯვრის აღმართვა, არც იქ ბალახების გასუფთავება თუ მოწესრიგება, არც მოწყალების გაღება ჩვენი სულის საოხად, არც წირვის დაყენება თუ პანაშვიდის თუ ყველაფერი, რაც სულს სჭირდება, ყველაფერი მის გაკეთება. ერთი კიდე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ბოლო დროს რაღაც აი თითქოს ზოგიერთები არ გტონად მიიჩნევენ იმას, რომ აი ხელეხი არ იქნება. განსაკუთრებით თბილისში ვამბობ ახლა, მე აქ არ გამიგონი. ხელეხი არ იქნება, ანუ ხელეხის სუფრა ის შესანდობარი ტრაპეზი არ იქნება. ანუ ამას საჯაროდ ესე აცხადებენ და თითქოს ეს აი დაწინაურებულობის მაჩვენებელია. ესე წარმოაჩენენ ამას თითქოს, რომ ეგრეთ წოდებულ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ ხელეხი არ იქნება. და ეს თითქოს მოსაწონია. ეს არაფრით მოსაწონი არ არის. თუ ერთადერთი რაც არ არის მოსაწონი, არის ის, რომ ხელეხმა, ეგრეთ წოდებულმა ხელეხმა, იგი საზღვრებს არ უნდა გადააჭარბოს, ხრეობაში არ უნდა გადავიდეს. თორე ახლა წარმოედგინეთ, აი დაუშვათ აღმოსავლეთ საქართველოში ვიღაც გარდაიცვალა. დასავლეთიდან ჩამოვიდა კაცი, უნდა მოგეფეროს, მოგისამძიმროს, განუგეშოს. ეხლა რა, ის თავისი ხაჭაპურებით უნდა წამოვიდეს, რომ გზაში წამოს თუ როგორ. შენ რომ მიცვალებულის სახელზე დააპურებ და ამ სიკეთეს გაუკეთებ და მშიერს არ გაუშვებ, ერთი-ორი წიკით შენდობას ათქმევინებ. ეგ არის მადლი, ეგ არის მიცვალებულის სახელზე გაკეთებული სიკეთე. და მაგის უგულებელ ყოფას არ შეიძლება. მეორე უკიდურესობა ის არის, რომ ხრეობაში გადავიდეს. და პირველი ის, რაც ვთქვით, რომ საერთოდ რომ ეს არ არის მოსაწონი საქმე. ეს სწორედაც რომ მოსაწონი ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა დღეს მით უმეტეს. კიდევ კარგიო რომ ადამიანებიო გარდაიცვლებიან, თორემ ნათესავი ნათესავს ვეღარ შეხვდებოდა. დღეს სამწუხაროდ საკითხი ეგრეთ დადგა. მერც შეგვეწიოს, ალბათ მერცმა დალოცვილი და გახარებულები გამყო.